კითხვის დასმა უფრო ძნელია და უფრო მაღალი დონე აზროვნებისა, ვიდრე პასუხის გაცემა. კითხვა რომ დასვა, უნდა მონახო სინამდვილეში ცოდნა იქნება ესო თუ საგანი იქნება რაღაც კონფლიქტურობა. არა, და ეს დიდი დაკვირვების შედეგად ხდება. თუ ეს მონახა ბავშვმა კონფლიქტური, მას კითხვას წამოაყენებს და ის უკვე შემეცნებითი კითხვაა. განაც ცუდი იქნება უთხრათ ბავშვს, რომ ბავშვებო გაკვეთილი თავდება ეხლა. რა დავალება მოგწეთ არ ვიცი მე. აი დამავიწყდა სახში, აგერ კონსპექტი შევადგინე და დამავიწყდა გაკვეთილის საშინაო დავალება მომეცა თქვენთვის და ამიტომ არ გაძვეთ, მაგრამ იცით რას გეხვეწებით? ხედავთ როგორ უთხარი? გეხვეწებით. ისეთი კითხვა მოდახეთ, რომ მე იმაზე პასუხის გამცემა არ შემეცნო. და ხვალე აი დამაყენეთ დაფასდა და მომეცით თქვენი კითხვები. ნუ მათემატიკაში მაგალითად, ან კითხვაში, ან რაღაცა სხვა სფეროშია რა. ой, რამდენჯერ განმიცდია მე ამ კითხვების სიმწარე და ამავე დროს რაღაცა სილაღე, გამიგეთ? ბავშვებმა მიგაყენეს დაფასთან და თელი ესაც ვასწავლე რომ ზრდილობით უნდა მკითხონ, იმიტომ რომ მე ამისი ნიმუში ვარ თვითონ, არა? უნდა დამინდონ, თუ ვერ უპასუხე და სხვა ამგვარი და უნდა მიმიტეონ რაღაცა, ესაც იციან მათ. და დამაყენეს დაფასთან მეკითხები, მასებელო, აი ესე და ეს და ასე და ესე როგორ იქნება? ხო? და ვდგავარ დაბნეული. ვეძებ პასუხს, მხედავენ როგორ დავეძებ პასუხს, როგორ მეშლება, როგორ პოულობ, როგორ ვერ პოულობ. მე რთონის ბავშვი მეხმარება, იქნება ასე გააკეთო და გამოგივიდეთ. ხო? თუ ბავშვი მე კითხვას მაძლევს, იცოდეთ, ის უფრო ჩაღრმავდა საგანში, ვიდრე მე ეს ცოდის ახსნით შემეძლო გამეკეთებინა. კითხვის მომცემი უფრო ღრმად იცნობიერებს მოვლენას, ვიდრე ის, ვინც ამ მოვლენას ბავშვს უბრალოდ ენით აუხსნის. ხო? ხანდახან დაბნეული ვიდექი და ვამბობდი, არ შემიძლია ბავშვებს ამოხსნა. ან ხანდახან ვეტყოდი, ბიჭო, რატომ იყურებ ასე მარტივად გასულ? ეგ ხო ვიცი მე, ესეთ რატომ მომცირებ ასეთი კითხვით? მოდი ძნელი კითხვა მომეცი. მიეცით დავალებები, რომ კითხვები მოგცენ ბავშვებმა თქვენ. ეს იყოს მათი დავალება. მოძებნონ ამ ინტერნეტში რომ ძოებიან ინტერნეტში. იქიდან მოძებნონ საკითხავი თქვენთვის კითხვები. არ გვეცოდინება, მე არ გვეცოდინება, ბოდი შემოუხადოთ გაც. ჩვენ არ გვეძალე ინტერნეტში შემძვრალიყავით, არ გვეცალე ეს ვერ მოვიცალეთ, ან არ ვიცით, ნუ ჩამორჩით ბოლო-ბოლო. ხო? და გაიმარჯოს ბავშვმა ჩვენზე, ეს ცუდი იქნება? დიდობა უნდა, თავისუფლება უნდა, თუ მასობაზე გაიმარჯვა. ბავშვმა რა დაემართა მას? დიდობაც მოიპოვა, თავისუფლებას და განვითარების დონეც. ამრიგად ის ბავშვი მე არასოდეს არ გამექცევა, თუმცა ვითომ დაბნეული მასწავლებელი ვარ, ვითომ გულმავიწყი მასწავლებელი ვარ და ვითომ განუწყვეტლივ რაღაცა მეშლება. მაგრამ მაინც მე უყვარვარ. ხო, ნათქვამი არის მელასო თუ ვიღაცას თავისი მახრჩობელა უყვარსო. არა, მაინც მე უყვარვარ. რატომ? იმიტომ რომ ჩემთან სხვანაირი ცხოვრებაა. არ არის შტამპი. არა, აი მიანიჭეთ ბავშვებს ასეთი კითხვის დასმის უფლება. ეს იყოს ხანდახან ვითომ არასაშინაო დავალება, მაგრამ ფაქტიურად ყველაზე რთული საშინაო დავალება. სახში იფიქროს, მოძებნოს, თანაც შემოქმედებითი საშინაო დავალება. შენი განათლება.